აგვისტოს ომის საკითხს 8 კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის. 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შემსწავლელი საგამოძიებო ჯგუფი მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით შეიქმნა და ის სამი უწყების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმოება მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაევალა. ჯგუფის მოვალეობა არის ასეთი ტიპის დანაშაულებების დადგენა. აქ არის ადამიანთა დევნა ეროვნული ნიშნით, აქ არის ადამიანთა მასობრივი გამოდევნა საცხოვრებელი ადგილებიდან, აქ არის სექსუალური ტიპის დანაშაულებები და სხვა მრავალი, რაც ქმნის ზოგადად ომის დანაშაულების ბუნებას, აი ამ დანაშაულთა დადგენის და დამნაშავე პირთა დადგენის მიზნით არის შექმნილი ეს ჯგუფი, რომელიც შეუდგება საქმიანობას. საგამოძიებო ჯგუფის შექმნას არაერთგვარ უნდა დაფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. თეონა აქუბარდია ჯგუფის პროკურატურაში შექმნას კრიტიკულად დაფასებს და ფიქრობს, რომ ომის შემსწავლელი კომისია თავდაცვის სამინისტროში უნდა ჩამოყალიბებულიყო. Absolutურად ბუნდოვანია რისი მიღწევა სურს ამით პროკურატურას რამდენადაც როდესაც საუბარი არის ომის დანაშაულზე იყო გაცხადებული თავდაცვის მინისტრ ალასანიას მხრიდან რომ შეიქმნებოდა შესაბამისი სამუშაო ჯგუფი რომელიც აგვისტოს ომს შეისწავლიდა სამხედრო კუთხით და ეს არის აბსოლუტურად მისაღები რამდენადაც ომის მიმდინარეობისას თავარი უწყება არის თავდაცვის სამინისტრო და ამ შემთხვევაში თუ რაიმე გადაცდომა იყო, თუნდაც დარღვევა იყო, ამ კუთხით სამხედროებმა უნდა მოახდინონ ამის შესწავლა და იმ სამოქალაქო პირებმა, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია. არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლში ფიქრობენ, რომ კომისიის შექმნა დროულია. თამარ გამისონიას თქმით, ობიექტური გამოძიების შედეგად მიღებული დასკვნები საქართველოს ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სახელმწიფოთა შორის განაცხადის მტკიცებულებად გამოადგება. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხალხი იმსახურებს იმას, რომ მიცოდეს იმართლე თუ რა მოხდა და მიეცეს ბოლოს და ბოლოს მსვლელობა იმ საჭიროებს, რომლებიც წლების განმავლობაში უკვე ტრიალებს საქართველოს პროკურატურაში. საქართველოს სახელმწიფოთა შორისი განაცხადიც აქვს გაგზავნილი ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, საქართველოს მხარის მიერ ეფექტიანი გამოძიების წარმოების შედეგად მიღებული დასკვნები ასევე იქნება მტკიცებულება ევროპული სასამართლოსთვის, რაც რა თქმა უნდა საქართველოს მხარის წესით უნდა წაადგეს. საგამოძიებო ჯგუფი 2013 წლის 10 მაისის ბრძანებულებით შეიქმნა და მისი მიზანი 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესწავლა. იგეგმება თუ არა ან რა ფორმით მოხდება პროკურატურის ინიციატივით შექმნილი კომისიის წევრების მიერ რუსეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტების შესწავლა უცნობია. ცნობილია, რომ ომის თემაზე შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტი დაიკითხოს, რაზეც მთავარმა პროკურორმა განცხადება არაერთხელ გააკეთა. თავად მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.